რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავიწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Диаболовაში გადაცემდა. 26 მაისს ხომუსმიეთ გამორჩეულ პროჭორვილელებს თურმე როგორ უპრეცედენტოდ სუვერენულ და არნახულად დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხოდა იცოდეთ რომ ეს უპრეცედენტო და არნახული, სუვერენული და დამოუკიდებელი, ყავყორნებით გარშემორტყმული და მაინც ორ ფეხზე ამაყად მდგარი თქვენი ქვეყანა შეიძლება ხოლმე უბრალოდ გაკოტრდეს. არა, სწორად უნდა გაიგოთ, გაკოტრდებით თქვენ. იმათკი მაინც საკმარის ფული ექნებათ რომ ბაობაბებით სატრიონ გემებით და შვილების ჩარტერებით ატარონ. არც ვიგონებ, არც ვხუმრობ, ღმერთმა დაემფაროს. ამავე ხელისუფლების აუდიტი სამსახურის დასკვნით 2024 წლის მდგომარეობით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოს 3.3 მილიარდ დოლარს ედავებიან. აქენა 383 მილიონი მხოლოდ ნამახვან ხესის ინვესტორმა უნდა წაიღოს. ბატონო რომან, რამდენს ედავებიან საქართველოს ხელისუფლებას? 9 მილიარდ დოლარზე მეტი საქართველოს თავრობას გადასახდელი იქნება ეს მხოლოდ სარჩანდელი და დასრულებული დავებიდან. ეს არის კატასტროფა და თუ ამას შევაფასებთ პოლიტიკური კუთხით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ აცდება განსასჯელის სკამს. ვინაიდან მარტო ორ შემთხვევაში ერთი ნამახვანის ესთან დაკავშირებული დავა და მეორე რუსულ ენერგოკომპანიასთან ინტერრაოსთან დაკავშირებული დავა, რომელიც მორჩა უკვე და საქართველოს თავრობამ წააგო ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს 560 მილიონ დოლარს. და რამდენია 383 მილიონი დოლარი? შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენს ტელეფონში. თითქმის მილიარდ 100 მილიონი ლარი. და ეგ რამდენია? იმდენი, რამდენსაც ეს უპრეცედენტო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო იმეტებს თავისი რეგისტრირებული მოსახლეობის 20%-ის, ანუ ყოველი მეხუთე ჩვენგანი საარსებოდ. ვინ ედავება საქართველოს და რისთვის კონკრეტულად? რაც შეეხება ნამახვანის საკითხს, ეს პროცედურულად როგორც კი ეს მორჩება, ეს იქნება კატასტროფა საერთოდ ქვეყნის ბიუჯეტისათვის, იმიტომ რომ ეს დაახლოებით წარმოვიდგინოთ 1 მილიარდი ლარია. 1 მილიარდი ლარი ეს არის ის რიცხვი 1.1 მილიარდ ლარს ხარჯავს საქართველოს სოციალურ დაუცველებზე. ინტერვიუს ძირითად ნაწილს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან მოგვიანები და ცალკე გამოვაქვეყნებ. არ გამოგრჩეთ, ვაშა გადაცემის სპეციალური ინტერვიუ, ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო დეტალით. ბორის ივანაშვილმა მაგრად იმუშავა, უნდა ვაღიაროთ. პრინციპში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფსბ უფრო ამუშავა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს. დააკავეს გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც სუსის ინფორმაციით, ციტატა. წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. სუსი რომ ყველა სულელება თulis ვიცით, მაგრამ დროა ჩვენც მაგარ დურაკება ჩავთვალოთ. აგერ წითელი ხიდის პუნქტი, აგერ სადახლოსი. ერთს მიყავართ აზერბაიჯანში, მეორე სომხეთში. ალბათ ბევრნი ყოფილხართ იმ მარემარეში. საკმაოდ მთიანი და არც თუ იოლად სავალი ადგილებია. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი რომ დანახმულია, ეგ ყველამ დიდი ხანია ვიცით. სასაზღვრო ზოლი შეგიძლიათ ჩვენსავით Google-ით გადაზომოთ. უხეშად. წითელი ხიდისა და სადახლოს შორის სასაზღვრო მონაკვეთი არის 40-მდე კილომეტრი. ახლა წამითან ნახევარი წამი დახუჭეთ თვალ და წარმოიდგინეთ, რომ ჯიბეში გიდევთ მილიარდი დოლარი. მილიარდი. ეს სულ ცოტა, რასაც პროჭორვილელთა სულიერი და ფინანსური ბელადი ედავება მისი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორ ბაჩიაშვილს, რომელიც სხვათა შორის ამ პოსტზე თვითონ დანიშნა. წარმოიდგინეთ, ქვეყნიდან გაიქეცი და ბორინკას მართლა ერთგული სუსის უფროსის ლილუაშვილის თანამდებობა შეიძირეთ. 26 მაისის დილით აქვეყნებთ ინტერვიუს უდიდეს ბრიტანულ გარდიანში და ამბობთ, რომ თქვენზე ნადირობენ და ივანაშვილს თქვენი განადგურება აქვს გადაწყვეტილი. იმავე ღამეს კი შეერნუთ დანაღმულ ველზე ორ მეომარ სახელმწიფოს შორის. მესამე ქვეყნის საზღვარზე, სადაც 3 კვირის წინ 11 წლიანი პატიმრობა მოგისაჯეს. ლოგიკა? ბაჩიაშვილის საქმე ყველას გაგიგია, თქო დეტალები ალბათ ბევრმა არ იცით. გულზე უნდა დავიდო ხელი, დეტალები ამ საქმეში იციან მხოლოდ ბაჩიაშვილმა და პირადად ბორის ივანაშვილმა. სხვა არავინ. ყველაფერი დანარჩენი ვერსიებია, მაგრამ არსებობს საქართველოში მიმდინარე გამოძიება, რომელიც მხოლოდ ერთ კაცს, თლიანად. ერთ კაცს დაზარალებულად ცნობილ საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეს ბორის ივანაშვილს ეყრდნობა. მის განცხადებას და მის საჩივარს, რომ ბაჩიაშვილმა მას გამოართვა 5 მილიონი დოლარი, ამუშავა ბიტკოინების ქარხანა, ის 5 მილიონი დაუბრუნდა, მაგრამ მილიარდი ჩაიდო ჯიბეში. მილიარდი დოლარი. ადამიანს მილიარდი დოლარით აქვს საშუალება დაიმალოს. აქვს, საერთოდ გაქრეს. წავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. მით უმეტეს, როდესაც წლების განმავლობაში იყავი სანქცირებული რუსი ოლიგარქის მარჯვენა ხელი და მასზე ყველაფერი იცი.
ოფშორებზე, კავშირებზე, მოსკოველ კურატორებზე, შამანებზე, ზებრებზე, ზვიგენებზე, მოკლედ, ძალიან ფასეული წყარო ხარ ნებისმიერი დასავლური დაზვერვისთვის. და ამ დროს დასეირნებ დანაღმულ ველზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. ვარიანტი ბევრია. ყველაზე იული დასკვნაა მაფიის ენაზე რომ თქვათ, რომ ივანაშვილმა მას მიმართა წიანდადებით, რომელზეც ბაჩიაშვილმა უარი ვერ თქვა. დაემუქრა ძალიან ახლობელი ადამიანების განადგურებით, პატიმრობით. ეს რუსი ოლიგარქებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მეორე ვერსია რომ ბაჩიაშვილი გამოიტაცეს არაბულმა სპეცსამსახურებმა. ჩამოიყვანეს სომხეთში და აზერბაიჯანში და აფგან მუხტარლივით ტომარა გადაფარებული გამოიყვანეს საზღვარზე. ან მესამე ვერსია პირდაპირ თბილისში ჩამოიყვანეს. მაგრამ მაშინ სულს მადლობა მაინც უნდა ეთქვა რომელიმე სხვა სპეცსამსახურისთვის, რაც არ ქნა. არ გაავრცელა არც თავისი სპეცრაზმის სირბილისა და იმიტირებული დაკავების კადრები, როგორც აკეთებენ ხოლმე. ამ სამი ვერსიის გარდა არსებობს კიდევ ერთი, რომელიც პირველ სამს არ გამორიცხავს. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მეგობრები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილი პოლიციამ დააკავა სასტუმროში საკუთარ ადვოკატთან შეხვედრისას. და ვინ არის ადვოკატი? ბაჩიაშვილის ადვოკატი დღეს არის რობერტ ამსტერდამი. ამსტერდამი გვარია. კანადელ ამერიკელი იურისტი, რომელიც თავი დროზე რუს ოლიგარქს მიხეილ ხადარკოვსკის იცავდა. ამისთვის მისივე განცხადებით რუსეთში დაიჭირეს კიდეც თავის დროზე, მაგრამ დღეს ეს კაცი არის უკრაინის მტერი და ინტერვიუებს აძლევს ტაკერ კარლსონს. იმიტომ რომ იცავს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესებს. ფაქტურად იცავს ოკუპანტის ინტერესებს და ეგრეთ წოდებულ რბილ ძალას, რა კი მოსკოვის საპატრიარქო ფსბ-ს იქამდე კი კგბ-ს დანაყოფია. ხო და მე რომ აღარაფერი თქვა. თქვენ თუ ხედავთ რაიმე კავშირს რუსული სპეცსამსახურების ინტერესებსა და რუსი ივანიშვილის ინტერესებს შორის გააჩუმოს ადამიანი, ვინც მასზე ძალიან ბევრი იცის. რა ვიცი, როდის რა დამალულა, ალბათ ამასაც გავიგებთ, ადრე თუ გვიან. შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, გლობალური საფრთხეების წლიური მიმოხილვა, რომელიც მისმა დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯეფრი კრუზმა კონგრესს წარუდგინა. საბუთი არის 47 გვერდიანი და თავად შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად საინტერესოა რა წერია მასში საქართველოზე. საქართველოს ნახსენებია, ოღონდ რაც წერია პრინციპში რუსეთზე უფრო წერია. თითქმის გადაწყვეტილად, რუსეთმა მიზნა დაისახა საქართველოს დაბრუნება გავლენის საკუთარ სფეროში. გასულ ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობამ, რომელსაც ქართული ოცნება უძღვება, ქვეყანაში შექმნა ვითარება, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს გააძლიეროს გავლენა მასზე. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ კონგრესს წარუდგინა ამერიკის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა და ახლა რა მოხდება? შემდგომ ეს შეფასება წარედგინება როგორც კონგრესს, სენატს, შესაბამის კომიტეტებს, ისევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აი ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ხდება იმ პოლიტიკის ფორმირება, რომელსაც შემდგომ ახალი ადმინისტრაცია, ახალი თუ ძველი ადმინისტრაცია აწარმოებს ხოლმე. რუსეთმა მოახერხა აი ამ დემოკრატიული პროცესების და დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით, მაგალითად საქართველოში დაენერგა რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი ებრძვის ქვეყანაში სუვერენიტეტს, მართლმადიდებლურ ჭეშმარიტ ღირებულებებს, ოჯახურ ტრადიციებს, კონსერვატიულ მიდგომებს, ხოლო რუსეთი ამ ყველაფრის დამცველია და ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი, შტატების ხელმძღვანელობით წარმოადგენს რა გლობალური ომის პარტიას, ახდენს მთელ მსოფლიოში აი ამ მისთვის არასასურველი ხელისუფლებების ცვლილებას ფერადი რევოლუციების გზით. გონიათ რომელიმე სხვა ამერიკული უწყება რაიმე სხვა დასკვნას მოამზადებს კონგრესისა და ადმინისტრაციისთვის, ან რაიმე სხვა განსხვავებულს მისწერს ელჩი, რომელიც 26 მაისს აღლუმს დემონსტრაციულად არ დაესწრო და რომელსაც პროჭორვილთა პრემიერა წოდებულმა პრემიერმა ესე კბილი გაკრა. რა თქმა უნდა არა. მაშინ რატომ აქვს ბორინკას იმედი, რომ სანქციების სიიდან ამოიღებენ? იმედია არ უმალავენ, რომ მეგობარი აქტის სრული სახელი, რომელიც კონგრესმა უკვე მიიღო, სენატის საგარეო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა და ახლა სენატის სესიას გადასცა განსახილველად, ეს სრული სახელი ძალიან მძიმეა. აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ. ჩინეთი და ირანი რუსეთზე რო აღარაფერი თქვა, წითელი ხაზებია, რომელიც ბორინკა რადნოიმ დიდი ხანია გადაკვეთა და ამერიკის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა. ხო და პატარცლიც არ იყოს ამისთვის. არა, არის შანსი აიცილოს, როგორ არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა უარყოს კოცობა. აღიაროს ძალაუფლების უზურპაცია, პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს, არჩევნები დანიშნოს და საბოლოოდ გადაბარგდეს პროჭორვილურ ოპოზიციაში. გთხოვთ მოაცილოთ ეკრანებს პრავასლავნიკები. ყველა ვიშეჯერა, რომ სტალინის დაარსებულ მოსკოვის საპატრიარქოს ღმერთთან მეტი აქვს კავშირი, ვიდრე NKVD-სთან, KGB-სთან და დღეს FSB-სთან. თუ ასტები მაინც დარჩით ეკრანთან,
უნდა ამიხსნათ რა ხდება აი აქ. რაც ამ კადრიდან გასაგებია. სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი ჩავიდა მოსკოვში და პუტინის შემდეგ კირილე გუნდიაევს შეხვდა. ხელცარილი ხوار მივიდოდა და აჯილდოვა სერბეთის უმაღლესი ჯილდოთი, რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენით. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორდენამდე რა ეკიდა გულზე მოსკოვის პატრიარქს. ეკიდა პანაღია, ეპისკოპოსების გამოსარჩევის სამშვენისი, მაგრამ რომელი და როგორი. აი ეს. მარცხენა ფოტოზე რუსეთის პატრიარქია, მარჯვენაზე უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმერი, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა. ყველაფერი რაც ება და მათ შორის ეს პანაღიაც ман митрополит Александре Драбинкос уандерца. Владыко Александр, а какой панагии идет речь? Откуда она вообще? В 2016 году у меня в доме, я проживаю за Киевом, было вооруженное нападение, ограбление и украден сейф, в котором находилась эта панагия. ბოლომდე მართლები რომ ვიყოთ, არის შანსი რომ თავის დროზე გაკეთდა ამ პანაღიის ზუსტი ასლიც. თუმცა ამის შესახებ არავის არასდროს არაფერი გაუგონია. Арада из мопарули нიმუში საგანგებო შეკვეთი დაამზადა კიევის ლავრის ювелирმა. Данный экземпляр – это штучная работа, индивидуальная работа, индивидуальный заказ, который фактически не был в тираже никогда. Вот. Да, она дорогостоящая. На 98 год ее стоимость составляла от $15 тысяч. Там рубины и сам по себе материал, это золото, более 200 грамм. Были арестованы несколько человек. Один из них, который отец Стефан Бенсон, к сожалению, был клириком Украинской православной церкви вот, на это время. Вот, он был арестован, потом он заключил договор со следствием, без моего ведома потерпевшей стороны. Да, из украденных около 80 единиц мне вернули только 20, но это не той ценности, которые остались у грабителей. Ну и по сведению следствия, вещи были вывезены в Россию. ოქროლალი, მოკლედ ასე. მთელი მე-19 საუკუნე რომ ზიდეს რუსის ჩინოვნიკებმა, ბატიუშკებმა და ეგზარქოსებმა ქართული საეკლესიო ქონება ოქრო და ვერცხლი რუსეთში. მერე კი ზედ მთლიერი დაგვაწყევლეს. ეგ იმიტომ კი არ მოხდა რომ მაინც და მაინც ცარიზმი იყო ცუდი. არა, ეგაა მაგათი ბუნება. ვისაც რაზე მიუწოდება ხელი. ზოგი ოქროს ჩანგალს იპარავს, ზოგი ოქროს პანაღიას, ზოგიც უნიტას თუ სხვა აღარაფერი დარჩა მოსაყარი. და ისე უკრაინა. ამ დღეებში საბოლოოდ შევიდა ძალაში 2024 წლის კანონი, რომელთაც უკრაინაში შეამოწმებენ რელიგიური ორგანიზაციების კავშირს ოკუპანტ სახელმწიფოსთან. და თუ ასეთ კავშირს აღმოაჩენენ, გაუკეთებენ ოყნას. უბრალოდ ვერ გაუშვებდი შესაძლებლობას ახლა მიტროპოლიტ ალექსანდრესთვის არ მეკითხა, რა მოყვება ამ კანონის აღსრულებას. მოგეხსენებათ, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პარალელურად ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია რუსული ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება. არა, დიდი ომის დაწყების შემდეგ თქვენს არ ვემორჩილებითო, მაგრამ არც ავტონომია მოუთხოვიათ, არც კირილე დაუგმიათ. Несмотря на все свои заявления о том, что она отмежевалась от Московского патриархата, она все-таки не вышла из состава Московского патриархата, а, соответственно, в условиях войны это составляет определенную угрозу национальной безопасности и обороне Украины, поскольку фактически люди находятся в каноническом подчинении. Владыко Александр, в каких условиях сейчас функционирует в Украине церковь, которая подчиняется Московскому патриархату? Буквально за 2 или 3 дня до вторжения российских войск в Украину Путин давал кратенькие такие тезисы, и одним из них было, что эта операция, значит, будет для того, чтобы защитить украинскую православную церковь. От кого защитить? У нас сегодня разрушено более 400 храмов Московского патриархата в Украине. То есть я употребляю в данном случае такой термин «духовная шизофрения». И как будет происходить исполнение этого закона? И какова вообще конечная цель этого закона? Кабинет министров описал процедуру проверки юридических лиц, то есть это епархии, монастыри и громады, парафии, их статутной деятельности и согласно статутам их принадлежности или непринадлежности к
к руководящему центру, который находится в стране-агрессоре. То есть будет какое-то судебное разбирательство по каждому отдельно юридическому лицу. Если же будет доказано, что это юридическое лицо, там, храм Святой Параскевы Пятницы, парафия, вернее, юридическое лицо, сотрудничает, имеет отношение к московскому патриархату, к церкви, которая находится в стране-агрессоре. Соответственно, я думаю, что в судебном порядке будет расторгнут договор об аренде земли, аренде храма и упразднен сам статут, устав деятельности. გასაგებია, რომ არ იქნება მარტივი იმ ორგანიზაციის სრული ამოძირკვა, რომელიც რამდენიმე საუკუნე უკრაინელების მართლმადიდებლობის ერთადერთ წარმომადგენლად ასახებდა თავს. ფსბ-ს რამდენად კარგად აქვს ფესვები გადგმული, ჩვენ არ მხოლოდ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ. მაგრამ სირთულის მიუხედავად ეს საქმე გასაკეთებელია, თან აუცილებლად. Владимир Александр, насколько активно идет процесс перехода священнослужителей и паствы из подчинения Московского патриархата в подчинение поместной украинской церкви, независимой украинской церкви? Да, она идет и достаточно активно. Но на сегодняшний день более 2000 приходов присоединилось к православной церкви Украины. У нас более 50 приходов за 4 года. Какие-то приходы регистрируются новые, а какие-то приходят со священниками. Чаще всего без священников. Священники боятся наказания от священноначалия. В этом основная причина. ეკლესიას, რომელსაც წესდებაში უწერია, რომ დაარსებულია რუსეთის პატრიარქის ალექსის სიგელის ძალით, გაუჭირდება დამტკიცება, რომ მოსკოვისგან დამოუკიდებელია. ეკლესიას, რომელიც დღემდე ლოცულობს კირილე გუნდიაევისთვის, რუსეთის მხედრობისა და მთავრობისთვის, ძალიან გაუჭირდება დამტკიცება, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის ოკუპაციას რუსეთის მიერ. მოკლედ, დიდი ამბები გვეულდება, დიდი განრუსება. პუტინი გაგიჟდა, გამოაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, როდესაც კითხეს, როგორ ფიქრობ, რატომ არ ემორჩილება შენ სამშვიდობო გეგმასო. პრეზიდენტმა მაკრონმა აქედან დააწია, იმედი მაქვს ტრამპის გაბრაზება კონკრეტულ საქმეებში გამოჩნდება. კანცლერი მერცი კი ადგადა გერმანული სიმშვიდით აუწყა სამყაროს ამბავი, რომელსაც წესით ფეხზე დამდგარი უნდა უკრავდეთ ახლა ყველანი ტაშს. Es gibt keinerlei Reichweitenbeschränkungen mehr für Waffen, die an die Ukraine geliefert worden sind, weder von den Briten noch von den Franzosen noch von uns, von den Amerikanern auch nicht. Das heißt also, die Ukraine kann sich jetzt auch verteidigen, indem sie zum Beispiel militärische Stellungen in Russland angreift. Das konnte sie bis vor einiger Zeit nicht. Das hat sie bis vor einiger Zeit auch bis auf ganz wenige Ausnahmen nicht getan. Das kann sie jetzt. Wir nennen das im Jargon Long Range Fire, also auch mit Waffen die Ukraine auszustatten, die militärische Ziele im Hinterland angreifen. Und das ist der entscheidende qualitative Unterschied in der Kriegsführung der Ukraine. Russland greift völlig rücksichtslos zivile Ziele an, bombardiert Städte, Kindergärten, Krankenhäuser, Altenheime. Das tut die Ukraine nicht. Und da legen wir auch sehr viel Wert darauf, dass das so bleibt. Aber ein Land, das sich nur im eigenen Territorium einem Angreifer entgegenstellen kann, verteidigt sich nicht ausreichend. So, und diese Verteidigung der Ukraine, die findet jetzt eben auch gegen militärische Infrastruktur auf russischem Staatsgebiet statt. 2014 წლიდან მოყოლებული. ყველა მეგობარი და ყველა მოკავშირე ხელებსა და ფეხებს უბოჭავს უკრაინაზე. კი ომობდა, კი იცლების სისხლისგან, მაგრამ მორალურ პიედესტალზე უნდა დარჩე და რუსივით არ მოიქცეო. აგერ აღიარა კაცმა. უკადრებელს მაინც არ გადურულობენო. კეთილი და პატიოსანი. აქამდე მიცემულმა დასავლურმა იარაღმა, რომელიც მოქმედებს რადიუსით, როგორც ამბობენ, 300 კილომეტრია, თავისი ეფექტიანობას დაამტკიცა და თავისი სიზუსტეც. ახლა ჯერ გერმანიასა და მის რაკეტებზე, რომელთა სიშორის ლამიც 1.5-ჯერ 2-ჯერ მეტია. ველოდებით ტრამპის უფრო გაბრაზებას დაურუსებსა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პროგნოზის ახდენას, რომ უახლოეს 2 კვირაში რუსეთის სამხედრო დანაკარგები მილიონს გადააჭარბებს. 27 მაისის მონაცემებით უკრაინული სამართლიანობა დაეწია 982,840 ოკუპანტს. დღეს საშუალოდ 1000 კაცს თუ მივუმატებთ, თუ გამოვაკლებთ, თუ როგორცაა, მილიონს დაჭირდება 17-18 დღე. აბა ყველანი კობზონის კონცერტზე. Две шеренги. Создан этот самогонный аппарат, а приносит он, друзья, доход. Между прочим, круглый год. რუსეთის მთავრობა განიხილავს არყის სახდელი აპარატების აკრძალვის საკითხს.
მაგრამ შეიძლება ასე ბოლომდე არ გაწიროს სმის რუსი მოყვარულები და ამ აპარატების პასპორტიზაციისა და მკაცრი აღრიცხვით შემოიფარგლონ. ოღონდ მთავრობა კაცილებით უფრო ნელა ფიქრობს, ვიდრე რუსი ალკაშები. როგორც კი გაიგეს საფრთხე გვემუქრებაო, გავარდნენ და დაიწყეს ამ აპარატების შესყიდვა. ქარხნულის ხელნაკეთის ყველანაირის მოკლედ. საბოლოო ჯამში მეზობელ რუსეთში არყისა და ლუდის სახელი მოწყობილობების გაყიდვა 37%-ით გაიზარდა. სულ რამდენიმე თვეში. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა 2030 წლამდე ალკოჰოლის მოხმარების შემცირების სახელმწიფო კონცეფციას. უკრაინაში მილიონი რუსის დაღუპვასაც აიტანს ეს ქვეყანა და რუსული ქალაქების დაბომბვასაც, მაგრამ არყის სახელი აპარატების აკრძალვა ასე მარტივად არ ჩაივლის. Deep State-ის გასაგონად ვამბობ, რევოლუციისა და ბუნტის პოტენციალი თუ კი არის რუსეთში, სწორედ აქ იმალება. იქნებ ასე მაინც აფეთქდეს პუტინის რეჟიმის შიგნიდან. აი, საოდის ქვაბივით. За решеткой круглый год. საფხული მოგვადგა და ბევრი ალბათ ფიქრობთ საწახვიდე დასასვენებლად. მე გავიცი. სამაგიეროდ გირჩევთ სად არ წახვიდეთ. არ წახვიდეთ მაგალითად ანაპაში, არღირს. ან თუ წახვალთ არიბანაო ზღვაში. სხვა ხო გახსოვთ როგორია? აი, ასეთი. თუ არ გახსოვთ ზედაწერია. მორე. იმიტომ რომ ამ მორეში თუ იბანავეთ შეიძლება თქვენთვის ბოლო ბანაობა აღმოჩნდეს. უკეთეს შემთხვევაში მე დაგჭირდებათ ქიმიური საშუალებებით ბანაობა, რომ მაზუთი მოიცილოთ. მაზუთს რა უნდა ზღვაში? გაიხსენეთ რამდენი ტანკერი ჩაეძირათ რუსებს შავ ზღვაში. გაიხსენეთ? ხო და აი ეგ მაზუთი და უბედურება არსად არ მიდის. ისევ რუსეთში ბრუნდება ტალღებით. ვიდეოში ჩანა ბედნიერი ჩრდილოელი მეზობლები, რომლებიც ირუჯებიან და ბანაობენ ონკოლოგიური დაავადებების რისკის გაფრთხილების, ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად. კარგად დააკვირდით ვიდეოს. ნავთო პროდუქტების დამჭერი ბადეები პირდაპირ პლაჟზე დევს, მაგრამ ვინ უყურებს? ალბათ მუდმივი რუსული ლოზუნგი მუშაობს. Наши бабы еще нарожают. და როგორც ყველა სწორი საინფორმაციო გამოშვება დღეს მეც ამინდით ვამთავრებ. უნდა გაგახაროთ. უკვე ვიცით როგორ შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება. თქვენ თუ იცით როგორ დავამარცხოთ გლობალური დათბობა. პინგვინის კორეთი. პინგვინის. დადგინდა რომ პინგვინების კინტლი ანელებს კლიმატის დათბობას. ხო, პინგვინების განავალი და მისი გავლენა ახლა მეცნიერებმა შეისწავლეს. ძალიან სერიოზულმა მეცნიერებმა. ჰელსინკის ატმოსფერული მოვლენების ინსტიტუტიდან. მათი დასკვნით ამ ფრინველის კინტლი ჰაერში გამოყოფს ნაწილაკებს, რომელიც ღრუბლიანობას იწვევს. პინგვინები თურმე თავიანთი დიეტის თავისებურებების გამო ამონიუმით მდიდარ განავალს აწარმოებენ. ამონიუმი რეაქციაში შედის ზღვის გაზებთან, წარმოიქმნება ღრუბელი, რომელიც ირეკლავს მზისხიობს და ისინი ჩვენამდე აღარ აღწევენ. გლობალური დათბობაც მარცხდება. ახლა ხვდებით რა არის ჭორვილას თავზე მოჭარბებული ღრუბლიანობის მიზეზი? ბატონმა ბორისმა ეს ყველაფერი მეცნიერებამდე ადრე იცოდა და პინგვინების მოშენებით წინასწარ იზრუნა პლანეტის კლიმატზე. ხო და გაიჭინთეთ პინგვინებო, გაიჭინთეთ და გადაარჩინეთ პლანეტა თქვენ გენაცვალოთ თქვენი ბიძინაში სასკორეში. ვაშა მეგობრებო, ეს იყო ვაშა გადაცემის მეორე გამოშვება. მოიწონეთ, გამოიწერეთ, გაიზიარეთ და ზაპომნიძეთ უგადაცემო. და არ დაგავიწყდეთ. დიდი ინტერვიუ რომან გოცირიძესთან. საქართველოს გაკოტრებაზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.